ოპოზიციის პროპაგანდა ჩავარდა კამიტი და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი ეს ბრალდებები გააქრეს. ახლა ამბობენ, რომ საია სამართლებრივ ბრძოლას წლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით იწყებს. ნინი გოგიშვილი გაგვაცნობს ჩავარდნილი სცენარის პოლიტიკურ შეფასებებს. საიამ ბრიფინგი ისე გამართა, რომ არც ერთი სიტყვა არ თქვა პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღზე, არც ერთი სიტყვა არ თქვა კამიტზე. არადა საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციისა და მათი მოკავშირეების კამპანია სწორედ ამ სიტყვებსა და ცრუ ბრალდებებზე იყო აგებული. ახლა კი როგორც ჩანს, ეს სიტყვებიც გაქრა, რიტორიკაც შერბილდა და საიამ სარჩელი ისე გაწერა, რომ მოწამვლაზე საუბრობს, თუმცა რა ქიმიურ ნივთიერებაზე აკეთებენ აქცენტს ამ სარჩელშიც ვერ ვკითხულობდა, არც ბრიფინგზე არ უხსენებიათ. რაც მართველი გუნდისთვის გასაკვირი არ არის, რადგან მათი განმარტებით ასე შეიცვალა მათი სტრატეგია, ჯერ იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიება, რითიც წერტილი დაესვა ყველა ბრალდებებს, რომელიც BBC-მ გააჟღერა, შემდეგ კი იყო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, სამართლებრივი დავა დაეწყო BBC-სადმი, ამიტომაც ახლა უცხოელმა აქტორებმა ერთგვარი სტრატეგია შეიცვალეს და უკვე მტკიცებით ფორმაში ვეღარ ამბობენ, რომ აქციების დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერება კამიტი იყო გამოყენებული. ასე მთავრობის მეთაურის განმარტებით სიტყვების გაქრობით მათ საკუთარი ტყუილი თავადვე ამხილეს და აღიარეს, რაც შეეხება ოპოზიციას, ნაციონალური მოძრაობა შეიძლება ითქვას თამამად, რომ გაწყვილებულია და ისინი დახმარებას ისევ საერთაშორისო პარტნიორებისგან ელოდებიან. დღის წესრიგიდან არათუ არ მოხსნილა ეს საკითხი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდება ამ თემაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. არასამთავრობო ორგანიზაციები ამაზე არაერთხელ საუბრობდნენ და საუბრობენ და უსაუბრიათ. პოლიტიკური ძალები ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. გასაგებია, რატომაც გაქრა, ყველამ დაინახა, რომ BBC-ში გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი. აქედან გამომდინარე, მათ უკვე მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად არ ხვდებით კონკრეტულ სარჩელშიც არავითარ, ასე ვთქვათ, მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით. ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა ტელეკომპანია BBC-მ, რომელიც თავის დროზე გამოირჩეოდა მაღალი რეპუტაციით, საერთოდ არ აინტერესებთ არც BBC-ს რეპუტაცია და არც არაფერი, ჩვეულებრივად ზად არიან ნებისმიერი უხეში სიცრუე და ტყუილი გაავრცელონ BBC-ს ეთერით, თუ ხედავენ ამის პოლიტიკური ყველაფერთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია და რაც მთავარია, ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ არც ერთი აკრძალული ნივთიერება, საერთაშორისო დონეზე აკრძალული არც ერთი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული შეკრების დაშლის დროს. ყველაფერი დანარჩენი არის BBC-ს და სხვების ტყუილები. კამიტი და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი სად გაქრა? ტყუილების ლაბირინთში არიან თვითონვე მოქცეულები. ეს საია უკვე კამიტის გარეშე, ანუ ერთი დიდი ტყუილის გარეშე გადაწყვიტა, რაცა დავის აღძრა, ბრიფინგებიც გამართეს. ამბობენ, რომ წლის ჭავლში შესაბამისი ნივთიერება იყო გარეული. გაგვცენ პასუხი აქამდე მაშინ კამიტზე რატო ჰქონდათ ესეთი აქცენტი, ხაზგასმა, ამ ტყუილს რა მიზანი ჰქონდა. ალბათ რაღაც კორექტირება შეიტანეს თავის სტრატეგიაში, თუმცა რაღაც ბოლომდე მაინც უნდათ, რომ აი ეს თავისი მრუდე დღის წესრიგი გაამართლონ. მას შემდეგ, რაც ჩვენ BBC-ს უჩივლეთ, ყველა მხარე, რომელიც აი ამ სიბინძურაში მონაწილეობს, უფრო მეტად ფრთხილად იქნებიან განცხადებებში, მათ შორის ვხედავთ, რომ საიას შემთხვევაშიც უკვე კამიტი აღარ არის ხსენებაში მათ სარჩელში და როცა სარჩელზე მიდგება საუბარი და სამართლებრივ პროცედურებზე, ისინი სრულიად განიარაღებულები არიან, იმიტომ რომ არანაირი არგუმენტი მათ მხარეს არ არის. სად და რატომ გააქრეს სიტყვები კამიტი და პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი? ამ რიტორიკული კითხვით მართველი გუნდი მათ მიმართავს, ვინც სულ რამდენიმე კვირის წინ სრულ ბრალდებების გაჟღერებით ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ცდილობდნენ. ეს ნინი გოგიშვილი იყო.